რეგიონში წყლის ხარისხსა და ფილტრაციაზე მონიტორინგი გრძელდება, მაკონტროლებლები ზღვის წყლის ხარისხს ამოწმებენ. შეესაბამება თუ არა ზღვის წყალი დადგენილ სტანდარტებს, რომელიც გარემოს დაცვით მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აჭარის გარემოს დამცველება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მორიგი რეიდი ადლიის ჩამდინარე წყლების გამოწმენ ნაგებობაზე ჩატარდა. შეესაბამება თუ არა ზღვის წყალი იმ დადგენილ სტანდარტებს, რომელიც გარემოს დაცვით მოთხოვნებს აკმაყოფილებს. წყლის ხარისხსა და ფილტრაციაზე მონიტორინგი გრძელდება. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მორიგი რეიდი ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმედ ნაგებობაზე ჩატარდა. წყლის ინჯების სპეციალისტებმა იმ გამწმედი ნაგებობიდან აიღეს, სადაც ბათუმის საკანალიზაციო ქსელიდან ფეკალური წყალი ჩაედინება. ამ პროგრამის მიზანი არ არის მხოლოდ არსებული მდგომარეობის დაფიქსირება, ჩვენ მეწარმე სუბიექტებთან ემისიათა მატების შემთხვევაში მუშაობთ, ვაძლევთ სათანადო რეკომენდაციას იმისათვის, რომ ესა თუ ის გარემოსდაცვითი დარღვევის ფაქტები, რაც შეიძლება მოკლე დროში იქნეს ამოღწეული და შესაბამისად გარემოზე მიყენებული ზარალი რაც შეიძლება მინიმალური იყოს. ადლიის გამწმედ ნაგებობაზე წყალი ამ ეტაპზე მხოლოდ მექანიკურად იწმინდება. ეგრეთ წოდებულ გამცხილავში ფეკალური სითხე იფილტრება და აუზებში ილექება. მალე გამწმედ ნაგებობაში წყლის ბიოლოგიური გაწმენდაც მოხდება. სპეციალური ფილტრების საშუალებით წყალში მაღალ კონცენტრირებული ნივთიერების განეიტრალება მოხდება. მექანიკურად გაწმენდილი წყალი დღეისათვის ჩაეშვება ჩვენთან ზღვაში 1090 მეტრ სიგრძის მილის საშუალებით 40 მეტრ სიღრმეში. ხოლო იქედან უკვე წყლის ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურება ჩამდინარე წყლებით ნამდვილად აღარ მოხდება ძალიან დიდი რაოდენობით და დაახლოებით რამოდენიმე კვირაში ნაგებობაზე შევა აგრეთვე ბიოლოგიური გამწმენდი ნაწილი ფუნქციაში, რაც მწვეთავი ფილტრებს წარმოადგენს. და აი ამის ამუშავების შემდგომ უკვე გაწმენდის ხარისხი მიაღწევს 80-დან 90%-მდე. ადლიის გამწმენდი ნაგებობიდან აღებული წყლის ინჯების შემოწმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გაგრძელდა, სადაც წყალში აზოტის, ფოსფორის, ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების შემცველობა განისაზღვრება. წყლის ინჯების აღების პროცესსა და მონიტორინგში მონაწილეობა ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ნორჩი ბუნების დამცველთა კლუბის წევრებმაც მიიღეს. გავეცანით ფეკალური წყლების სად მოედინება ფეკალური წყლები შენ როგორ სუფთავდება ასევე გავეცანით თუ როგორ სუფთავდება ისინი რამდენი რაოდენობით შემოდის აქ რა მასით გაედინება შენ სხვაში და საინტერესო იყო ასევე რადგან ჩვენ გავეცანით რაოდენ სუფთა იქნება სხვა რომელთანაც ჩვენ თითოეულ მათგანს თითქმის ყოველდღიურად გვაქვს შეხება დავესწარით წყლის სიძვების აღებას შემდეგ მის ლაბორატორიაში კვლევას და ეს ძალიან გამოგვიყვება ჩვენს მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. ვიყავთ ადლიის გამწმედ ნაგებობაში, სადაც ავიღეთ ჩამდინარები და საყოფაცხოვრებო დაბინძურებული წყლის ანალიზი. ავიღეთ შემავალი და გამავალი წყლები. მათში ხდება შეწოლილი ნაწილაკების განსაზღვრა, საერთო ფოსფორის განსაზღვრა, საერთო აზოტის განსაზღვრა, ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება და ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილება. მამნე ნივთიერებების შემცველობა დღეს ჰაერშიც განისაზღვრა. სამმართველოს წარმომადგენლებმა ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობაზე მონიტორინგი ამჯერად ნავთობტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტში განახორციელეს. სპეციალური აპარატის საშუალებით ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ატმოსფეროში მამნე ნივთიერებების, გოგირდწყალბადის, ნახშირორჟანგისა და მტვერის შემცველობა განსაზღვრეს. ლაბორატორიას აქვს სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ჰაერში სხვადასხვა ნივთიერებების შემცველობას ვამოწმებთ. გოგირდწყალბადი, აზოტი და ნახშირორჟანგი ის ნივთიერებებია, რომელთა რაოდენობა ჰაერში სისტემატიურად უნდა გაკონტროლდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თვითონ ტურისტული პოტენციალის გაზრდისათვის, შემოსული ტურისტებისათვის, რამდენად კარგია ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქის. და რამდენად დამოკმაყოფილებელია. იმ შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდა აი დარღვევები ჰაერის მონიტორინგის დროს დადგენილ ნორმებების გადაჭარბება, ჩვენ კომპეტენციის ფარგლებში ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. კონტროლი წყალსა და ჰაერში მამნე ნივთიერებების გამოსავლენად პერმანენტულად გაგრძელდება. დღევანდელი რეიდის ლაბორატორიული პასუხები კი 5 დღეში გახდება ცნობილი.